წინა ვიდეოში ვისაუბრეთ კავკასიის ალბანეთის სახელწოდებაზე. დღეს ვისაუბრებთ ამ კავკასიური სამეფოს ადგილმდებარეობაზე. სად მდებარეობდა კავკასიის ალბანეთი? ძველად კავკასიის ალბანეთის ტერიტორია მეტწილად მოიცავდა დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიების დიდ ნაწილს და სამხრეთ დაღესტანს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტერიტორიების გარდა ჰერულ-ალბანური ტომები დიდი ალბათობით ასევე ცხოვრობდნენ დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზეც, უმეტესწილად მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე და ქიზიყში. ამ ტომებზე ბევრი ცნობა არ შემოგრჩა, თუმცა უფრო დაწვრილებით მათზე მომდევნო ვიდეოებში მოგიყვებით. რაც შეეხება უშუალოდ კავკასიის ალბანეთის სამეფოს ტერიტორიას. კავკასიის ალბანეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი თავდაპირველად მოქცეული იყო დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ქაბალას, იგივე კაპალაკის ან ყაბალას მიდამოებიდან სამხრეთ დაღესტნის დაახლოებით დარუბანდის ტერიტორიებამდე. კავკასიის ალბანეთის პირველი დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრი სწორედ მდინარე მტკვარსა და კავკასიის მთებს შორის არსებული ქალაქი ქაბალა იყო. ქაბალას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და აქ პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდში უნდა გაჩენილიყო. დღევანდელი სამხრეთ დაღესტნის ტერიტორიაზე, ან უშუალოდ დარუბანში, ან მის ცოტა სამხრეთით ისტორიულ ქალაქ ჩორში, ალბანეთში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მდებარეობდა ალბანეთის ეკლესიის საკათალიკოსო. შესაბამისად, სწორედ აქ იყო საპატრიარქო ტახტი და ადგილობრივი ეკლესიაც აქედან იმართებოდა.